რუბრიკაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 რესტორანს, რომელსაც არაჩვეულებრივი და გამორჩეული ხედი აქვს. მეათე ადგილას ბარის პროვინციის კლდოვან სანაპიროში შეჭრილი ცნობილი გამოქვაბული პალასია, რომელიც ყველაზე ცნობილია 80 ბუნებრივ გამოქვაბულს შორის. დიდ მომრგვალებულ დარბაზის ცენტრში, რომლის დიამეტრიც 30 სანტიმეტრია, განთავსებულია რესტორანი. 1730 წელს ნეაპოლის ჰერცოგი და პოლიგანოს ლორდი ამ ადგილს განსაკუთრებულ შემთხვევებში მისაღებ დარბაზად იყენებდნენ. შემდეგ კი უკვე მაღალი წრის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილადაც გადაიქცა. გამოქვაბული მიტოვებულ იქნა საფრანგეთის რევოლუციისა და ფეოდალიზმის გადავარდნის შემდეგ. დღეს უკვე ზაფხულის თვეებში რესტორანი აცოცხლებს ამ ადგილს. ჟიულ ვერნის რესტორანი, რომლის მეპატრონე ცნობილი ფრანგი შეფზარეული ალან დიუკასია, საუკეთესო ადგილია, რომ დატკბეთ პარიზის პანორამით და მიირთვათ უგემრიელესი ფრანგული კერძები. აქ გლამურული ატმოსფერო და მაღალი კლასის მომსახურებაა, თუმცა მისი პოპულარობა მაინც პარიზის ხედითაა განპირობებული, რომელიც რესტორნიდან იშლება. რესტორანში ვახშმისთვის ტურისტები ჯავშანს რამდენიმე თვით ადრე ინტერნეტით აკეთებენ. მერვე ადგილასაა მსოფლიოს უდიდესი რესტორანი ღია ცისქვეშ, რომელიც ტაილანდში სიმაღლით მეორეც ათამჯენი 64 სართულზეა განთავსებული. რესტორანი დააპროექტა დიზაინისა და ინტერიერის ცნობილმა კომპანიამ, მისი დირექტორის სკოტ ვაიტეკერის ხელმძღვანელობით. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ხედი მდინარე ჩაო პრაიაზე და ბანგკოკის 260 გრადუსიანი პანორამა, ასევე ხმელთაშუა ზღვის კერძები და ცოცხალი მუსიკის ბენდი. რესტორანი ეგრეთ წოდებული სამი მოგზაურის გამოქვაბულში ფუნქციონირებს. იგი მდებარეობს მდინარე იანცის სანაპიროზე, რომლის ხილვაც რესტორნის აივნიდანაა შესაძლებელი. სუპერსტიმულის მირთმევისა სტუმრები მოპირდაპირე მხარეს ბუნგი ჯამპინგის ყურებითაც ირთობენ თავს. მსოფლიოში პირველი წყალქვეშა რესტორანი ზღვის დონიდან 5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. დამეთანხმებით კრეატიული იდეა ტურისტების მისაზიდად. დაპროექტდა ახალზელანდიური დიზაინის საკონსულტაციო კომპანიის MG Murphys მიერ, რომელიც ძირითადად დიდი აკვარიუმების შექმნაზე მუშაობს. კონსტრუქცია სინგაპურში აიგო და შემდეგ გაიგზავნა მალდივებზე. აქ სადილობისას რესტორნის საოცარი ფანჯრებიდან ოკეანის თევზი, ზვიგენები და წყლის კუ გათვალიერებთ. საათი წლის წინ ჯორჯ და ჯეკ ბარბურებმა გადაწყვიტეს ეს ულამაზესი ადგილი რესტორნად გარდაექმნათ. მაქსიმალურად შეინარჩუნეს გამოქვაბულის პირვანდელი სახე. დაამატეს მხოლოდ ქვის იატაკი, ავეჯი და საჭირო მოწყობილობები განათებისა და ხმის ეფექტების სახით. ღია სივრცეს წვიმის დროს პალმების ფოთლებისგან დამზადებული დიდი ქოლგისმაგვარი სახურავით ფარავენ. სამზარეულო ძირითადად ზღვის პროდუქტებზეა ორიენტირებული, როგორც ცნობილია გამოქვაბულის ასაკი დაახლოებით 180,000 წელს უნდა ითვლიდეს. მდებარეობს ზღვის დონიდან 200 მეტრზე.
ბალის ერთ-ერთი მდიდრული რესტორანი, რომელიც აყვავებულ ტროპიკულ ხეობაში მდებარეობს და ღია პავილიონები და სალით დაფარული სახურავები ამშვენებს. ადგილობრივ სამზარეულოსთან ერთად აქ ფრანგულ და იაპონურ კერძებსაც შემოგთავაზებენ. განსაცვიფრებელი ბუნების ეგზოტიკური ადგილი საუკეთესოა ვალენტინობის აღსანიშნავად. ეგეოსის ზღვის სამხრეთით მდებარე ვულკანური კუნძული სანტორინი და მასზე მდებარე ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ანდრონის ეგეოსის ტრადიციული არქიტექტურითა და გასაოცარი ფუფუნებით გამოირჩევა. რესტორნის ტერასა დიდ ხილს განსაკუთრებით მზის ჩასვლისას იძენს. აქ ხმელთაშუა ზღვის ახალი პროდუქტი და საუკეთესო ღვინის ფართო არჩევანი დაგხვდებათ. რესტორანი კირქვიან კლდეშია ჩაშენებული ცნობილი პლაჟის პრანანის სანაპიროსთან ახლოს. ეს მართლაც რომ გამორჩეული ადგილია, მზიხართ შუა მღვიმეში მიირთმევთ გემრიელ კერძს და თქვენ წინ გასაოცარი ოკეანის ხედია გადაშლილი. რესტორნის ქვიშიანი იატაკი ტროპიკული პლაჟის შეგრძნებას გმატებთ, ინტიმური განათება კი უფრო მყუდროს ხდის გარემოს. რესტორანი განსაკუთრებულად ლამაზია ღამით. თუ ოდესმე მოხვდით ტაილანდში, აუცილებლად გაიხსენეთ ეს ადგილი. თუ თქვენ გიყვართ ექსტრემი და ულამაზესი ხედებით ტკბობა, მაშინ რესტორანი Dinner in the Sky ბელგიაში თქვენთვისაა. ამ რესტორანში რომ ისადილოთ, უნდა ახვიდეთ 22 ადამიანზე გათვლილ კონსტრუქციაზე, რომელიც ამ წესა აქვს 50 მეტრის სიმაღლეზე. ამ სიმაღლეზე თქვენ გასინჯავთ არა მხოლოდ გემრიელ კერძებს, არამედ დატკბებით ქალაქის უმშვენიერესი ხედებით.